ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა შოუ ბიზნესის სიახლეებით ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. ბოლო პერიოდში ქართველი ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ძალიან განებიდნენ მაღალი კლასის მუსიკოსების სტუმრობით. გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. მათ ელიტ არაჩვეულებრივი საღამო ივლის აჭარა Music Hall-ში, სადაც ბრიტანეთის საბჭო წარმოგიდგენთ ლონდონურ კლუბურ ღამეს ლეგენდარულ DJ და პროდიუსერთან ფრენკ ნასთან და ორ VJ-სთან ერთად რაიდან. ეს გახლავთ ბრიტანული ვიზუალური ეფექტების კოლექტივი. ფრენკის კარიერა ამჟამად მწვერვალზე იმყოფება, რადგან მეტყველებს მისი ბოლო რემიქსები ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან Fatboy Slim და Gorillaz. მისი მუსიკა ისმის თვალოში, Johnny Depp-ის Viper Room-ში, ლონდონის კლუბებში Fabric, The End და Boutique. ხოლო რაც შეეხება Raya-ს, ეს კინემატოგრაფების, VJ-ების, DJ-ებისა და დიზაინერების ვიზუალური ეფექტების აღიარებული კოლექტივია. Raya მიქსავს მედიუმებსა და მუსიკას იმისთვის, რომ ადგილზევე შექმნას შესაფერისი ცოცხალი ვიდეო ნამუშევარი, პროექციები და სამგანზომილებიანი ინსტალაციები. ასე რომ DJ ნასტი და რაია ევროპის ფესტივალებისა და საკლუბო ღამეების ცნობილი პერსონები არიან. მოკლედ რვა ივლის ქართულ პუბლიკას საკმაოდ საინტერესო სანახაობა ელის. როგორც იცით, 4 ივლისს ნუანუაში მაია დარსმელიძეს სოლო კონცერტი გაიმართა, ცოცხალ ბენდთან და DJ-სთან ერთად. კონცერტი ძალიან ლამაზი და ხალისიანი იყო. ამაზე კი შემსრულებლების გარდა, როგორც ყოველთვის, ნუანუა მიზრუნა და სათანადოდ მორთული დაკვდა იმისათვის, რომ საზეიმო განწყობა შეექმნათ ჩვენთვის. იმედია, იგივე განწყობა დღეს 16 რაუნდში იქნება, სადაც ანალოგიური კონცერტი გაიმართება. ვცდილობთ, რომ მარტო მუსიკა არ იყოს, თვალითაც კონცეფცია გვაქვს ეგეთი აღებული, რომ მუსიკასთან ერთად რაღაც ვიზუალური მხარეც რომ შეიცვალოს. ეს იგივე რაც დღეს აქ ხდება, მოხდება 16 რაუნდში და სექტემბერში ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბურად რომ გავიმეოროთ. მომღერლების დაემატებიან, ვიზუალური მხარე შეიცვლება და сентябрьში ბევრად масштабური იქნება ეს პროექტი. Сегодня будет смесь электронной и живой музыки, плюс вокал Майи Дарсмелидзе. კლუბ ნუანუაში ლადო ბურდულის სოლო კონცერტი გაიმართება. უფრო დაწვრილებით ამ კონცერტთან დაკავშირებით თვით ლადო გაგვესაუბრება. პირველი ნაწილი იქნება უფრო ლირიული სახის მარტო დაუკრა, იმიტომ რომ კლუბის თვითონ აკუსტიკა არ უწყობს იმას ხელს, რომ მძიმე მუსიკები დაუკრათ. მეორე ნაწილი შევეცდებით, რომ მაინც მძიმე მუსიკა ავაშღეროთ კლუბ ნუანუაში. არ უკრავდი, იმიტომ რომ ვიყავი საპროდიუსერო საქმეები დაკავებული და ეხლა ესე მუსიკას დაუბრუნდით. უფრო მეტი პოეზია მინდა რომ იყოს და უფრო მეტი მუსიკა და უფრო მეტი საინტერესო ექსპერიმენტები ქართულ მუსიკაში და რახან გზნობ რომ ამას შევსმეტი პრინციპში არავინ არ აკეთებს. გადავწყვიტე ისე რომ ის რაღაც პატარა წრე მეგობრების რომელსაც ამის მოთხოვნილება აქვს, კონდეს სადღაც მოსასმენი და ამ კლუბურ სისტემებში რაღაც გარკვეულწილად თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩაავტარო ეგეთი სახის კონცერტები. ეს ძველი ჯგუფი არის, მაგრამ რესტავრირება გავუკეთეთ იმით, რომ უბრალოდ რაღაც პატარა ცვლილებები მოხდა შიგნით ჯგუფში და პროგრამა არის კიდე, ახალი პროგრამა არის ეს.
რასაც ახლა ჩვენ დღეს დავუკრავთ ნუანუაში, მაგრამ ბევრი სიმღერები არ იქნება გამომდინარე იქედან, რომ ნუანუას აკუსტიკა ცოტა ძლიერ და ენერგეტიკულ მუსიკას ვერ უძლებს, როგორც საქართველოში ვერაფერი, ისევე კლუბებიც. მაგრამ შევეცდებით მაინც რომ ტრადიცია რაღაც დონეზე ცოტათი შევაგუოთ ქართველი მსმენელი, რაღაც ცოტა უფრო იმ მუსიკას და იმ რიტმს, რაც რეალობა არის და არა ის, რაც დღესდღეობით ისმინება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.